გაგრაში პლუს 22 გრადუსია და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, რაც შეეხება სოხუმს პლუს 24 გრადუსია, ნამდვილი გაზაფხულია. ზუგდიდში პლუს 26 გრადუსი და უმეტესად მზიანი ამინდი, მესტიაში პლუს 12 გრადუსი და აქაც უმეტესად მზე იქნება, რაც შეეხება ფოთს პლუს 23 გრადუსი. გადავინაცვლოთ ახლა ბათუმში, სადაც თაკარამზეა და პლუს 24 გრადუსი, ოზურგეთში პლუს 25 გრადუსი და ქუთაისში პლუს 27 გრადუსი, ამბროლაურში პლუს 23 გრადუსი, ახალციხეში კი წვიმს პლუს 22 გრადუსი. რაც შეეხება ბორჯომს პლუს 18 გრადუსამდე მომეdes ტემპერატურა, უმეტესად მზიან ამინდს გვირდებიან სინოპტიკოსები, ბაკურიანში კი გაგვიწვიმდება და პლუს 16 გრადუსი. გორში უმეტესად მზიანი და პლუს 22 გრადუსი, ცხინვალი პლუს 20 გრადუსი და აქაც უმეტესად მზიანი ამინდი, სტეფანწმინდაში პლუს 12 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, გუდაურში გაგვიწვიმდება და პლუს 7 გრადუსი. თელავში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და პლუს 19 გრადუსი, რუსთავ ქალაქში პლუს 23 გრადუსი და რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, პლუს 23 გრადუსი იქნება. ჩვენთანაც იმდენი ხანი ვიწუწუნეთ, რომ მოვიდა გაზაფხული. მე მგონი გაზაფხული მოვიყვანეთ ამასობაში. ესე იგი ტელეფონი არასუსტ ინფორმაციას იძლევა. რუსთავიაზე უფრო დაზუსტებულ ამინდის პროგნოზს მოისმენთ. კი ბატონო. 3 გრადუსით ყოველ შემთხვევაში გამახარე. ამაშია საქმე, ხო, სადაი 20-მდე და უცბად 23 უკვე გაზაფხულია. მზეს მოაქვს იმედი, ასე მგონია. ერთად ვიქნებით, ერთად ვართ. გაზაფხულიც მოვიდა.